მოგესალმებით, დღეს ვისაუბრებ პირველი ენერგიის შესახებ. ეს ენერგია არის მაგის, პირველ გამხსნელის, უპირობო ლიდერის. პირველი ენერგიის დადებითი თვისებები არის ის, რომ თქვენ ხართ უპირობოდ ლიდერები, თქვენ გაქვთ დიდი პასუხისმგებლობა, შეგიძლიათ აიღოთ თქვენ თავზე ისეთი რაღაცები, რომლის აღებაც ბევრი ვერ ბედავს, შეგიძლიათ იყოთ ყველგან გზის გამკვლევები, თქვენ მოგყვებათ ხალხი. ნებისმიერ სფეროში შეგიძლიათ რომ მიაღწიოთ უდიდეს წარმატებას, ასევე თქვენ შეგიძლიათ მიიზიდოთ ის, რასაც ფიქრობთ, იმუშაოთ როგორც თქვენი ფიქრებით, ასევე ბუნების ენერგიებითაც. თქვენში არის ჩადებული ასევე მკურნალის ენერგიები და შეგიძლიათ შექმნათ რაღაც ისეთი უნიკალური მოიფიქროთ, რაც აქამდე არავის შეუქმნია. მაგალითად, როგორც ქალბატონმა ნატალია ლაძინიმ შექმნა ბედის მატრიცა, ისიც არის პირველ რიცხვში დაბადებული და მასში ყველაზე ძალიან ჩანს და გამოკვეთილია ამ პირველი ენერგიის თვისებები. პირველი ენერგიის ნეგატიური მხარეებია, როდესაც არ აღიარებთ არავის საკუთარი თავის გარდა, კაფიოდ გამოხატავთ თქვენ ფასს და საკუთარი თავის მნიშვნელობას, ახდენთ ხალხზე ზეწოლას, იყენებთ თქვენ მაგიური ძალებს ბოროტად და არ ითვალისწინებთ საერთოდ არავის გარდა საკუთარი თავისა. ასევე უარყოფითია ხშირ შემთხვევაში მაშინ, როდესაც პირველი ენერგიის ადამიანები არ იჯერებენ საკუთარი თავის ძალების შესახებ და არ სურთ რეალიზება. ასევე განიცდიან უსიყვარულობას და არ უყვართ საკუთარი თავი. ახლა კი რჩევები. რა უნდა გააკეთოთ? გასწოროთ საკუთარი თავის თვითშეფასება, შეხედოთ ყველაფერს რეალურად, დაიჯეროთ საკუთარი თავის, რადგანაც თქვენში მართლაც არის უდიდესი ენერგია და პოტენციალი, შეისწავლოთ კანონები საკუთარი ფიქრების და სურვილების რეალიზების, გაბედოთ და იაროთ წინ, შეიცნოთ საკუთარი თავი, მოძებნოთ ისეთი სამუშაოები, სადაც იქნებით, რა თქმა უნდა, ლიდერულ პოზიციებზე, გიყვარდეთ საკუთარი თავი უპირობოდ და გისურვებთ წარმატებებს. იმედი მაქვს, საინტერესო იყო თქვენთვის ჩემი ვიდეო.